ეხა ხო მინდა ვლაპარაკობ, ეხა წავაწყდი თემურ უგულავა გარდაიცვალა, ყველა ვიცით და აი როგორი მაგარი რაღაცა მოხდა, ხო, პრინციპში ჩვენი მეგობრები, ჩემი ძმაც მათ შორის რომ გარდაიცვალნენ, თქვენ გახსოვთ და ჩვენი ხალხი რა დღეში იყვნენ ესენი რა. და რა სიტყვებით მოიხსენიებდნენ ამ გარდაცვლილ ხალხს, ხო? ერთი სიტყვა არავის არ დაუწერია თემურიზე გადაბრუნებული რა. ერთი სიტყვა. ამიტომ მიყვარხართ ქართველებო ძალიან რა. ამიტომ. და ეხლა მინდა განახოთ და ცხონებული ნათელში აპოფოს ღმერთმა უბრალოდ მინდა განახოთ კოტე ყუბანეიშვილი რას წერს ამასთან დაკავშირებით რა. თუ შეიძლება გაუშვით რა ტელევიზიით გამოვედი და ყველა ფულიას ვაგინე. ორ დღეში მე და ნანა ქუჩაში მოვდიოდით და მანქანიდან დამიძახა. კოტე, მე ფული არ მაქვსო. მე 2014-ში, როდესაც რუმსი გაიხსნა, მითხრა 4 ოთახს მოგცემ და იქ იხმაურეო და ესე აღმოჩნდი ამ საოცარ სივრცეში. ბევრს არ დავწერ, უკვე იმდენი დაიწერა, რომ რაღაცა. ნახე რა. გამოვედიო, ყველა ფულიას ვაგინეო. მე ამონო სასტუმროში ნომერი მომცაო. ანუ ეს და მე ამის მაგაცი გავხდიო რა. ანუ ეს თბილად. აი იგივე სიტუაცია, ფული. მაგასაც არ არის. ეს ანუ მე რა მაინტერესებს, ეს რაც თქვა. ეს ანუ ტყვილი მოგონე, ანუ დაიმშვიდობა და პატივი მიაგო მის ხსოვნას აი ამითი? ეტყობა, არ ვიცი, მე რა ვიცი, მაგრამ რა იგულისხმობ, მაგრამ მე ერთადერთ რაღაცას დავფიქრდი, რომ ეს იგი ყველა ბიზნესმენს ვაგინეო. რა მოყვას? მერეო გამოვედიო ქუჩაშიო და ივან თემურიმ დამიძახაო, რომ მე ფული არ მაქვს, კოტეო და მერეო დამიძახაო, დავძმაკაცთითო, რუმსში ნომერი მომცაო, იქ მიპატრონაო, იქ ციგნები გამომაშვები და აი ესეთი ბიჭი არავინ არ ყოფილა. ესე იგი ფულს ვინც გიხდის, ნომერს ვინც გაძლევს, ეგაც ხარ რა თავიდან ბოლომდე რა. არ არის შენთვის პრინციპები არ არსებობს. სად არის? რატო არ დატოვე საქართველოს მოქალაქეობა და არ წახვედი უკრაინის მოქალაქე, რატო არ გახდი? რატო არ გახდი? ბლა რო ხარ მარტო. გაგეკეთებინა რას თქვი? კარგი გია გეხვეწები. აი კარგი გია კი არა, ეგ არის რა. რატო გამოვა და იქ რაღაცეებ დაიწყეს ფუნაგორიებს რა. ამაზე მაგარი ფუნაგორისტი რუსთავ ნიკაბერიძე იყო. ბევრად. რა უხარია რა მესხი მელექსია თუ ვინ არის გამაგებინე რა. არ მოყვე ეგ ლექსები. არ მოყვები, ნახდათ არ მოყვები ხა ამის ლექსებს და იმის ლექსებს და არც არავის ლექსებს არ ვაჯიბრებ, მაგრამ უბრალოდ ადამიანი რო იძახის რომ დაუმეგობრდი, იმიტომ რომ ბრუმსში მომცა ნომერიო და დანარჩენი ყველა ბიზნესმენი თურმე არის აგინებს, ხო? და არ აგინებს მარტო იგულავას და ჭყონიას, ხო? ესე იგი რა კაცია, თვითონ შეთქვი, თვითონ დაარქვას თავის თავს. ინტერესის კაცია. ინტერესის კაცია, რაც უნდა ამას ლაპარაკი რა. კი. მაგას ქვია ინტერესის კაცი. კაი, გავუშვით რა, კომენტარები რა. ამას თუ ფული არ ქონდა, აბა სხვას ვისა. შეზე ის ორივე ყური მოსაჭრელი იყო რა. თეთრი ლექსების პოეტი კოტე. აჰა. ხალხიც ამას უწერს რა. ფუნაგორიების ავტორი რა. პოეტს რო დაირქვეს, თავის თავს პოეტები რო დაირქვეს, ბიჭო გალაქტიონის ქვეყანაში და იმისი რა ქვია. რანაირად შევე? ვაჟას და აკაკის და იმის ქვეყანაში პოეტები დაირქვეს ტიპები. თან ვინ? ფუნაგორიებსაც ვერ წერს. თან ვინ? არ ვიცი რა. და დადიან და იქ რუმსში ნომრები თურმე და იქ წერენ და იქ თავისუფლად გახსნილი აქ ისა მუზეები და თურმე რუმსის ნომრებში წერენ. მაგათ გახსნილი. ფულს არ აძლევს, იმათ ყველას აგინებს. კი, რატო არა? ეგ არის რა. ხა მორალი კოტე ყუბანეიშვილს გია გეხოცები. ეგ არის მარტივად. თუ წავიდეს რა უკრაინაში რა, ჩააბაროს ქართული პასპორტი, ან საჯაროდ დახიოს, წადი რა. და დავხევო ხო? ხო შეთვითონ რა თქვი? კაცური სიტყვა არა გა? კაცი ხო ხარ? დავხევო ხო გია? დავხევო, დავკერეთ, გადააყრეთ მახსოვს როგორ თქვა, გადავაგდებით რა, წავალდე უკრაინაშიო რა. წადი. რატო არ მიდიხარ? სიტყვა არ არის? სიტყვა შენთვის რა არის? კაცური სიტყვა არ არის კაცური სიტყვა? დაპირებული ადამიან თელ საზოგადოება და საჯარო სივრცეში რო განაცხადე. ეხლა რო კიდე გამოდიხარ და კიდე სხვებს რომ მორალს უკითხავ. ჩაიგდე რა ენა რა ერთი რა კოტე ყუბანეიშვილი ხარ თუ ვიღაც შეიძლება